აღარ აქვს არანაირი ის უცნაურობები, რაც ახასიათებდა წინა თაობას. ყველაფერი მოხსნა და უფრო ისეთი სუფთა, მარტივი დიზაინის გზით წავიდა, თუმცა მაგალითად აქვს ესეთი შავი ელემენტი, რომელიც ესე ჩამოდის გვერდებზე. Ferrari-ში უყვართ ხოლმე ესეთი რაღაცეები. არ მეჩხუბოთ, Ferrari-ს არ ვადარებ Prius ნამდვილად, მაგრამ უბრალოდ მინდა რომ ცოტა აქედანაც Toyota-s დიზაინერები შევაქო, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს მართლა რაღაცას დაამსგავსეს Prius-ი და ეს აუცილებლად უნდა აღმენიშნა. ავხადოთ საბარგული და ამ შემთხვევაში ცოტა იმედგაცრუება გველოდება, იმიტომ რომ საბარგული არ არის დიდი. წინასთან შედარებით 33 ლიტრით ნაკლებიც კი არის. ანუ 248 ლიტრია საბარგულის მოცულობა და არ არის დიდი. და ერთი რამ, გაზის ბალონი აქ არ ჩააყენოთ. ჯერ სივრცე აღარ გექნებათ და მე მართლად ეხავს გაზის ჩაყენება Toyota Prius-ში, იმიტომ რომ მით უმეტეს ეს არის plug-in ჰიბრიდი. თუმცა plug-in ჰიბრიდზე დადგება რამე რო იყოს.